ჩვენი წინა შეხვედრა შეეხებოდა ძირითადად თემას თუ რა არის პიროვნული აშლობა. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის რაღაც კონტინუუმის რაღაც ნაწილი, რომელიც ჩვენ ვთქვით, რომ აღარ არსებობს ცნება ნორმა, აბნორმალურობა ვახსენეთ, განსხვავებულობა ვახსენეთ და ვთქვით, რომ აი ამ პიროვნულ აშლობებში თუ უკვე დაავადების დატვირთვას მიცემთ, ანუ კლასიფიკატორად თუ ვაქცევთ რაღაც ნიშნების მიხედვით, აუცილებელია ეს ნიშნებიც განვიხილოთ და ვთქვათ, რითი განსხვავდება ადამიანი ბეადამიანისაგან. შეიძლება ჩვენ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დიაგნოზი პიროვნული აშლობა არ აქვს, მაგრამ აქვს ხასიათის თვისებები, რომელიც ამ თუ იმ პიროვნულ აშლობას ახასიათებს და მიეკუთვნება. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ პიროვნული აშლობებს შეგახსენეთ რა არის და ვთქვით, რომ არის სამი ძირითადი ჯგუფი: A, B და C. A, B და G. მოდი ქართულად ვთქვათ. ფოკუსირება დღეს ვაკეთებთ პირველ ჯგუფზე, რომელზედაც გითხარით, რომ ბევრი სალაპარაკო არ მექნება თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი სალაპარაკოა. იმიტომ რომ მე შევეცადე ჩვენი დიალოგი არ წავიდეს მხოლოდ და მხოლოდ და რა ჭირს ამ? აჰა, ეხა წავიდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული ადამიანისთვის და იმ ჯგუფისთვის დამახასიათებელ ერთნაირ აღქმის, აზროვნების და ქცევის ხანგრძლივ ხისტ და რაც მთავარია, არაადაპტირებად ქცევას, რომელიც აი ამ ჯგუფისთვისაა განსაკუთრებული. და ასევე ჩვენ ვთქვით, რომ მისი მკურნალობა არ ხდება, მისი მკურნალობა მთლიანად შექცევადობას არ უზრუნველყოფს, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწევთ, თუ სწორად ვმართავთ მდგომარეობას, თუ სწორად მიუდგებით და გამოვიყენებთ ყველა იმ ალტერნატივას, რაც ჩვენს ხელთა გვაქვს. წინა შეხვედრაზე გაიჟღერა სიტყვა ფსიქოპათია. გახსოვთ? აქ იყო შეკითხვა. მე მაშინვე მოგეცით განმარტება, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ფსიქოპათია დიაგნოსტიკური ერთეული არ არის. ფსიქოპათია ძალიან ვიწრო სპეციფიური პროფილია და ეს არის სპეციფიური გვაქვს ჩვენის უკვე ნათარგმნი PSLP და ასე შემდეგ ეს ინსტრუმენტები ნათარგმნია. მე გასწავლით, როცა მივალთ უკვე მოსაზღვრე პიროვნულ აშლობაზე და უფრო ანტისოციალური პიროვნული აშლობის მიმართაა ეს ტერმინი გამოყენებული დღესაც. აუცილებლად ფოკუსირებულია აფექტურსა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, აფექტურ სფეროზე და ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და აუცილებლად სასამართლო მედიცინის კონტექსტში განიხილება. მაშინ, როდესაც პიროვნულ აშლობა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ადამიანს აქვს პარანოიდული პიროვნული აშლობა, იგი დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს ახასიათებს, როგორიცაა DSM-5-ში, ან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 ან მე-11 გადასინჯვაში. აუცილებლად ეს არის აუცილებლად ემთხვევა ამ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს და არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მე აქ დიაგნოზს PCL-ით არ ვსვავ, ანუ მის სახიფათო ქცევაზე არ ვაკეთებ აქცენტს, პიროვნებას ვსწავლობ კლინიკური ინტერვიუთი და არა დაუშვათ ჩაღრმავებული რაღაცა განსაკუთრებული ტესტებით. თუმცა აქაც არის მინესოტას ტესტი, რომელსაც ძალიან მრავალფაქტორიანი კვლევის ესე იგი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან კარგად გვადგება, მაგრამ ფსიქიატრები კლინიკაში ვიყენებთ კლინიკურ ინტერვიუს და არ მივდივართ ჩაღრმავებულ რაღაც ტესტებზე. ჩვენ ვთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ დაგვეხმარონ თუ სადმე რაიმე გაუგებარია ჩვენთვის. შემდეგ სლაიდზე არა, მიდის. უბრალოდ უჭირს.
შემდეგ ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ, რომ პირველი ჯგუფის, ამ A ჯგუფის ძირითადი თვისებები მაინც გამოისახება სამი ძირითადი სიტყვით. ესენი არიან უცნაური აზროვნების ხალხი, ესენი არიან ექსცენტრული ქცევის ხალხი, მათ აქვთ სოციალური იზოლაციისადმი მიდრეკილება და კიდევ ერთი საინტერესო, ის რომ მას აქვს თეორიული საფუძვლები არა მარტო DSM-5-ით ან ICD-10-11-ით, არამედ აქამდე მივედით იმით, რომ კურტ შნაიდერმა შიზოიდური ფსიქოპათია დაარქვა პირველად. იგივე ბლეილერმა, რომელმაც საერთოდ შიზოფრენია აღწერა როგორც დამოუკიდებელი ერთეული, მან თქვა, რომ შიზოიდი ეს ტერმინი გამოიყენა როგორც შიზოფრენიული სპექტრის ესე იგი კოლგის ქვეშ. სხვათა შორის ეს განსხვავებაა დღემდე, რომ როდესაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში მე-11 და მე-10 გადასინჯვაში შიზოტიპური აშლილობა სწორედ კურტ შნაიდერის უკაცრავად ოჟინ ბლეილერის დამსახურებაა, რომ არ განიხილება ევროპული და მსოფლიო კლასიფიკაციაში როგორც პიროვნული აშლილობა და ამბობენ, რომ ის არის შიზოფრენიის სპექტრის ნაწილიო. რაც შეეხება შიზოტიპურ პიროვნულ აშლილობას, სწორედ აი ბლეილერის დამსახურებით და კვლევებით იგი წარმოიშვა სწორედ შიზოფრენიული სპექტრის კვლევებიდან. პარანოიდული პიროვნული აშლილობა ესაა პირველი ნაწილი, აი ამ სამიდან ერთ-ერთი პირველია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ისინი ხშირად ძალიან ინტელექტუალები, კრიტიკულები და ამავე დროს ანალიტიკურები არიან, მაგრამ მსოფლიოს აღიქვამენ საფრთხის შემცველ და საშიშ ადგილას, ქმნიან შეთქმულების თეორიებს. აქვთ უცნაური მტრული შეგრძნებები და ზესიფხიზლე, ყოველი პატარა გადაადგილება მათ მიმართ მომართული რაღაც საფრთხის შემცველ მინიშნებად მიაჩნიათ. არიან მგრძნობიარენი ძალიან კრიტიკის მიმართ. გამძაფრებული აქვთ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება. დაუნდობლად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, თავიანთი ქცევის მართვა უჭირთ, ამიტომ იფიქრეთ ამ მდგომარეობაზე, როგორც ერთგვარ საფრთხის შემცველზე და თუ რატომ ამას ბოლოში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. ამ ადამიანებს აქვთ გამოხატული ემოციური სიცივე. აი გიყურებთ და თვალები არ ლაპარაკობს. შენს მიღმა შეიძლება შიზოფრენიის დროსაც იყურებოდეს თუ რაღაცა, აქ ემოციური სიცივეა. რაც არ უნდა ეცადო, რომ ან ხუმრობით გამოიწვიო. ეხლა იუმორი არის უნივერსალური მწიფე თავდაცვის მექანიზმი, არ დამავიწყდება სტუდენტი, რომელსაც მოზრდილი ცხვირი ჰქონდა და მე მივხვდი, რომ ეს იუმორი გამოყენებული ჰქონდა, იმიტომ რომ შემოვიდა საკლასო ოთახში, აუდიტორია პატარა ოთახში და სემინარის დროს და თქვა, რომ არ შეგეშინდეთ ქავატონინო, ჯერ ჩემი ცხვირი შემოვიდა და მეო რაღა უნდა დასცინოს ვინმე. მას სრულად გააზრებული აქვს და იუმორი არის თავდაცვის მექანიზმი, ძალიან ჯანმრთელი და გზაში და რიგში კი არ დგას რომელიმე კოსმეტიურ ოპერაციაზე. ის ადაპტირებულია და ძალიან კარგად გრძნობს თავის საკუთარ მეს, კარგად შეიგრძნობს და კარგად გრძნობს თავის ღირსებასაც, თავის კეთილდღეობასაც და ასე შემდეგ, რაც მთლიანი პიროვნების ერთ-ერთი მახასიათებელია. ძალიან საინტერესოა მათთვის ურთიერთობებსა და ფუნქციონირებაზე გავლენა. ვინაიდან არსებობს ეს ემოციური სიცივე, ეს საერთო მახასიათებელია, შესაბამისად ამ ადამიანებს უჭირთ ინტერპერსონალური ურთიერთობები და ამიტომ ფუნქციონირებაზე კი შეიძლება გავლენა არ მოახდინოს. აი მოვიყვანოთ 1-2 მაგალითი, რომ ეს ადვილად აღვიქვათ. აბსოლუტურად რეალური კლინიკური შემთხვევაა.
45 წლის იურისტი, რომელიც ოფისში არავის ენდობა, მუდმივად შესაძლო შეთქმულებაზე ფიქრობს და ძალიან საინტერესოა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ის მოიყვანა ოჯახის წევრმა. იგი თვლის, რომ კოლეგები განზრახ ცდილობენ მისი კარიერის განადგურებას, სოციალური ურთიერთობები შეზღუდულია, შეწყვიტა მეგობრებთან კონტაქტი, იმიტომ რომ რაღაცაზე გაიცინეს და ეს რაღაცაზე გაიცინეს ძალიან რთულია, იცით რა, რაღაცაზე გაიცინეს შეიძლება ჩაითვალოს ვერბალურ ილუზიად, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის ეს. გაიცინეს, იმიტომ რომ გააკრიტიკეს მისი გამონათქვამი, ანუ კონკრეტულ ფაქტზე იყო, არ არსებულ ფაქტის ინტერპრეტაცია გააკეთა, არამედ კონკრეტული ფაქტი მიიღო საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ და რა არის ძალიან საინტერესო, რომ ეს ადამიანი ერთი სამსახურიდან, როგორც გავარკვიეთ, წამოვიდა იმ მიზეზით, რომ იქო უფროსიო აფრთხილებდა თანამშრომლებსო, რა უნდა ეთქვათ, როცა ჩემთან საუბრობდნენო. ანუ თითქოს ყველა მარიონეტი იყო მის წინააღმდეგ მომართული. დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა მქონდა მე მეგონა, რომ ესეთი პარანოიდული პიროვნებები არ არსებობდნენ ჩვენს რეალობაში. ნუ რა ვქნა, ეხა არ მხვდებიან. მე არ მხვდება ხშირად ეს შემთხვევა, მაგრამ იმაში კაპლანის სახელმძღვანელოში იყო აღწერილი ეგეთი მომენტი, რომ კაცი უჩივის მეზობლებს, იმიტომ რომ მასო ფულს ადებინებენ ისეთ საქმიანობაში, რაშიც თვითონ არ იხდიან, აი მაგალითად დალაგება ლიფტის და ასე შემდეგ. თბილისში ერთ-ერთ კორპუსში, რომელთაშიც მომიწია გარკვეული პერიოდი ცხოვრება, იყო მამაკაცი, რომელმაც ორჯერ მოიყვანა პოლიცია. იმიტომ რომ გადაამოწმეთო, მართლა იხდის ყველა, თუ არ იხდის ლიფტისა და დალაგების საფასურსო. ხრება ჩეჩილი პოლიციელი სიმართლე გითხრათ პირველად ვნახე, მაგრამ აი წარმომიდგა თვალწინ ეს შემთხვევა და კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, ეს ადამიანი ცხოვრობს მარტო, ღვთის მოყვარი არ აყავს, ნუ აი არავინ არ აყავს ისეთი, რომ ამბავი მოიკითხოს მისი, ჩამოდის, მიდის, მოდის, ისე რომ საერთოდ გამარჯობასაც არ გეუბნება. თუმცა სადღაც მუშაობს, არ ვიცი სად ნამდვილად, ნუ ახლა მე იქ უკვე აღარ ვცხოვრობ და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის იყო აღმოჩენა. ესეც რეალური ისტორია, აი ამ იურისტის ისტორია, ასე რომ ჩვენს შემთხვევებში, ჩვენს რეალობაში ეს ადამიანები არსებობენ. ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენს ირგვლივ იყოს ადამიანი, რომელსაც ეს ნიშნები ჰქონდეს, მაგრამ არ იყოს დიაგნოზი. ანუ არ არღვევდეს ძალიან ფუნქციონირებას, არ იწვევდეს მაგალითად იგივე მტრულობას, მაგრამ დაეჭვების ელემენტები იყოს. თქვენს კეთილგანზრახვებში შეიტანოს ეჭვი, რატომ მიკეთებ? იმიტომ ხო არა, რომ შენ ჩემგან რაღაც გინდა. ესეთი ადამიანები არსებობენ და ესა. ისტორიული პიროვნება მოვიძიე, სხვათ შორის არაერთია. რიჩარდ ნიქსონი, მაგალითად უახლოეს ისტორიაში, ასევე ჰიტლერი, რა თქმა უნდა, და მაინც ამოვიტანე სტალინის ისტორია, იმიტომ რომ ფსიქოისტორიული შეფასებები აქვთ გაკეთებული ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგებს, ისტორიულ კონტექსტში აქვთ შესწავლილი, ესაა რობერტ ტაკერი და ედვარდ ელისონი, რომლებიც ამბობენ, რომ აი ბავშვობის დროინდელმა ძალიან სერიოზულმა ტრავმებმა სავსებით შესაძლებელია ეს მამის ძალადობა, რაც აღწერილია, გარიყულობა, იზოლაცია, რომელსაც იგი აღიქვავდა, ყოველ შემთხვევაში ის ამაზე საუბრობდა, შესაძლებელია ამან ხელი შეუწყო ასეთ პარანოიდულ მახასიათებლების ჩამოყალიბებასო. მაგრამ
ეს ის ფსიქოისტორიკოსები აღწერენ 4 ძირითად ნიშანს, მიუთითებენ 4 ძირითად ნიშანს და ადასტურებენ, რომ აი მაგალითად უნდობლობა ადამიანების მიმართ, ის რომ ერთიდან მეორეზე ხდებოდა გადამოწმება და გადამოწმებებს ხშირად აკეთებდა. შეთქმულების პარანოიალური რწმენა, რომ აუცილებლად მისი ფიზიკური განადგურებისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული. შურისძიებისადმი მიდრეკილება ასევე ამ ჯგუფშია. არარეალისტური ინტერპრეტაცია სხვების ქცევების, რასაც ასევე თვლიან ფსიქოისტორიკოსები, რომ რეალურად ამ პიროვნებას ჰქონდა ეს პრობლემა. რამ გამოიწვია და როგორ გამოიწვია? აქ არსებობს მეორე თეორიაც, ორგანული დაზიანების თეორია, თუმცა პარანოიდული შიზოფრენია ეს არ არის, რომ ვილაპარაკო რამე სტრუქტურულ ცვლილებებზე, ან ორგანული დარღვევები აუცილებლად არ არის საჭირო, რომ ამ ისეთი მსგავსი გამონათქვამები არსებობდეს. ფაქტი არის ერთი, რომ ასეთი ადამიანები ისტორიაშიც არსებობდნენ და კიდევ ერთ ძალიან საინტერესოა, აქ არ დავწერე, რასკოლნიკოვი მაგალითად, კლასიკა ასევე პარანოიდული პიროვნული აშლილობის, რომელიც, ხო, კიდევ ისა ჰამლეტს ასევე თვლიან, რომ არის პარანოიდული პიროვნული აშლილობის ელემენტები, მარტოსულობა, ინტერპრეტაცია და ასე შემდეგ და კიდევ კაფკას გმირები განსაკუთრებით პროცესიდან, ახლა ვისაც წაგიკითხავთ, ეს ძალიან ეს არის. მეორე ჯგუფი ესაა შიზოიდური პიროვნული აშლობა, რომლის ძირითადი დამახასიათებელი არის სოციალური ურთიერთობებისაგან განცალკევება, ემოციური გამოხატვის შეზღუდვა, მარტოობისადმი ლტოლვა და ყველაზე მაღალი რისკი აქვს, რომ არასწორად დავსვა დიაგნოზი. იმიტომ რომ ძალიან გავს ერთგვარად აუტისტურ სპექტრს და მოგეხსენებათ, უბრალოდ აუტისტური სპექტრი ბავშვობიდანვე იპყრობს ყურადღებას, ხოლო რაც შეეხება პიროვნების შიზოიდურ განვითარებას, ისიც ასევე თვალში საცემი არის მოზარდობის პერიოდიდან. ამიტომ რთულია დიფერენცირება და მაინც ჩაღრმავებულ კვლევებს და კარგ დაკვირვებას მოითხოვს, მათ შორის დინამიურ ურთიერთობაში როგორ წავა და რა იქნება. აი ესეც რეალური ისტორია. 34 წლის ახალგაზრდა მოიყვანა დედამ. იმიტომ რომ უთხრეს, რომ ნინო ექიმი ყველაფერს მკურნალობს. რა თქმა უნდა, გასტრიტიდან დაწყებული, დამთავრებული ფსიქიკური პრობლემებით. თქვა, რომ ეგებ რაღაცნაირად გამიხალისო ეს ჩემი შვილიო. ხო, მართლა ეს ეგებ გამიხალისო რამენაირად ეს ჩემი შვილიო. სულ მარტო ცხოვრობსო. არ უყვარსო ხალხიო, სამსახურშიც აღარ დადის და ცოლად ამას ვინ გამოყვებაო და ნორმალურადაც არ გველაპარაკებაო ოჯახშიო. ანუ ნახეთ, მოვიდნენ იმიტომ, რომ იციან, რომ ფსიქიატრთან უკვე უნდა მოვიდნენ დეპრესიის გამო და დედამ რაღაცა თვისებები დაიჭირა და ჩათვალა, რომ არ ლაპარაკობს, მარტო ცხოვრობს, სამსახურში არ დადის, მე არ მელაპარაკება და ამ მიზეზით უნდა ფსიქიატრს მიმართო. როდესაც დავიწყეთ ძიება, ისტორია შევკრიბეთ, რა თქმა უნდა, აქ ჩანს, რომ ბავშვობიდანვე განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩეოდა, კერძოდ მოგეხსენებათ, პირველი თამაშები არის პარალელური თამაშები. მერე იწყება გუნდური თამაშები. არც პარალელურ თამაშებში, არც გუნდურ თამაშებში ის არ იღებდა მონაწილეობას და უფრო აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. მაგალითად, ერთფეროვნების აკვიატებული სურვილი. მაგალითად, მანქანით თამაშობდა აი ასე, თავისთვის, სხვის პარალელურად კი არა, თავისთვის ან წრეზე ატრიალებდა. ან აი ასე წინ და უკან ქონდა მხოლოდ ერთი ფერის მანქანა შერჩეული, რაც პრინციპში 34 წლის ასაკში აუტიზმი ასეც არ უნდა წასულიყო, როგორც ეს ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ საბოლოო ჯამში დიაგნოზი დაიცვა ის, რაც უკვე გითხარით.
კლასელებთანაც კი გქონდა კომუნიკაცია, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ იმ კლასელის ერთ-ერთი თხოვნით იყო მოსული იმ მამთხოვა მე და ასე შემდეგ და ამბობენ რომ ჩუმად ცხოვრობდა, არავის ეკონტაქტებოდა, გამორჩეული იყო მათემატიკაში, აი განსაკუთრებული უნარები ჰქონდაო. უნივერსიტეტი ოქროს მედლით დაამთავრა, მაგრამ დიპლომის აღების ცერემონიაზეც კი არ წავიდა. ემოციები მისგან არ გვინახავს, რა გაუხარდა, რა ეწყინა, აბსოლუტურად სულერთიას პოზა ჰქონდა. დასაქმებული იყო პროგრამისტად. სხვათა შორის ეს ისეთი სპეციალობაა, სადაც ბევრი ადამიანი, მათ შორის დეპრესიით, თითქოს თავს აფარებს ამ პროფესიას, ვინაიდან არაა საჭირო ინტერპერსონალური ხშირი ურთიერთობა, სადაც პირადი კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანა, დროთა განმავლობაში სახლიდან დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ საჯარო სამსახურში, სადაც აი კოვიდის შემდგომ პერიოდში უკვე კვირაში ორჯერ მაინც უნდა მისულიყო, უკვე ესეც აიგრძალა და სახლში დარჩა. და ყველა საინტერესო იყო, რომ ოჯახის წევრებსაც კი, ხო, აი ეგერ გაგრძელება დიდი ისტორიაა შედარებით, იმიტომ რომ მართლა რაღაცა კარგი შედეგები გქონდა, იმიტომ რომ ფსიქოლოგი დაეხმარა, ცოტა მედიკამენტური ინტერვენციაც გავაკეთეთ და შედარებით გააქტივებულია. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ კლასტერიდან გამოჯამრთელება ზოგადად ფსიქიატრიული პათოლოგიებიდან მინიმალური არ არის. კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ეს შედარებით დროში გაწელილი, ხანგრძლივი და რთული პერსპექტივაა და რაღაც мотиваცია უნდა იყოს, არა მარტო თავისი პირადად, არამედ იმ ადამიანების, ვინც მის ირგვლივ არიან. თუ შევხედავთ, აი ამჟამად უკვე ჩემთან, როდესაც იყო, კონტაქტში შემოდის, განა გაჩუმებულია, განა არ გესაუბრება, უბრალოდ ამბობს, რომ დღეებს კომპიუტერთან ატარებს, კითხულობს, მაგრამ ხო, ფილოსოფიისა და მეცნიერებით დატვირთულ ფორუმებზია, მაგრამ თვითონ იდეას არ გამოთქმავს, მხოლოდ კითხულობს. ანუ უკუკავშირი როგორც ასეთი არ გააჩნია. მაგალითად მოისმინა რაღაც კარგი ფილოსოფიური წიაღსვლა. სულ გვინდება სურვილი, რომ გვინდება, რომ გამოვეხმაუროთ, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. აქ არ არის, გატანილია, დისტანცირებულია. რეალურ ადამიანებთან კონტაქტი არ აქვს და აი ესა სწორედ ოჯახის წევრებსაც მხოლოდ აუცილებლობის დროს ესაუბრება. დაკვირვებები, აი რაც მე დავინახე იყო ის, რომ სოციალური სიტუაციის მიმართ შფოთვა არ იყო, სულ ერთია. აი განურჩეველია აი ამ სიტუაციის მიმართ, ამბობს რომ ურთიერთობები დაღლას და აზრს მოკლებულ ხმაურს უტოლდება. ანუ რას ეუბნები, ან რა კარგად გამოიყურები, ან ყოჩაღ როგორ კარგად გაგიკეთებია რაღაც საქმე, კარგი ანაზღაურება, სულ ერთია. ხმაურია მისთვის, აზრს მოკლებული ხმაურია. ამბობს რომ მეგობრები არ სჭირდება, არ იზიდავს სექსუალური კავშირები, არ აქვს ბოდვითი გამონათქვამები ან აშკარა ფსიქოზის ნიშნები, ემოციური გამომეტყველება აქვს, შეკავებული, განურჩეველი, კითხვაზე პასუხს გაძლევს, აუტისტი თვალს გარიდებს, არ გელაპარაკება, ანის ეს კომუნიკაციაში შემოდის, იმიტომ რომ იცის, რომ დედამ წამოიყვანა. კარგით. Ну, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოსაა ტიპიურ იმასთან, იცით რა არის, აი ემოციური გამოხატვა არ არის დაბალი ცხოვრებისადმი დამოუკიდებელი, აი დამოუკიდებლად ვერ ცხოვრობს, ხო, კიდევ დედამ რა აღნიშნა, რომ მაგალითად თუ არ შეახსენა, შეიძლება მაისურიც არ გამოიცვალოს. ანუ ელემენტარული თვითმოვლის ჩვევები დაკარგული არ აქვს, მაგრამ
ხო, აი მაგალითად ფული კი აქვს. აი ისტორიული პირები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ისააკ ნიუტონი ვიცოდი, სხვათა შორის ეს გალერეაში მეცნიერებათა და გამოგონებლების გალერეაში არაერთი მსგავსი პიროვნებაა, რომელიც დაუშვათ მთელი თავისი შინაარსით არსით არის გადასული კვლევებზე, მიღწევებზე და ნაკლებად აინტერესებს აზრს მოკლებული ხმაური და თავის თავს, ასე ვთქვათ, ხედავს მეცნიერებაში და კვლევებში. მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა იყო სტენლი კუბრიკი, ესე იგი, აი ამ ჯგუფის პიროვნული დახასიათება ზოგადად ცოტა რთულია, როცა ადამიანი ცოცხალი არაა და შენს წინ არზის, მაგრამ ისინი, ესე იგი, ბევრი ინფორმაცია არსებობს მათ შესახებ და ამიტომ მაინც მოვიტანე და მინდოდა გამეზიარებინა. გენიალური ფიზიკოსი და მათემატიკოსი, იყო უკიდურესად ინტროვერტული და წლები გაატარა უჩვეულო იზოლაციაში, წერილებს წერდა, აძლევდა მოსამსახურეს, რომელსაც მიჰქონდა და ეს იყო მისი კომუნიკაციის საშუალება. ცნობილი არ არის არც ერთი სოციალური ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობა და არც ეროტიული ან რომანტიული კავშირი მისი მხრიდან, მაშინ როდესაც იმ პერიოდის ცნობილი ადამიანების და ისააკ ნიუტონი მაშინვე ცნობილი იყო, ეს მერე კი არ გახდა ცნობილი, მაშინვე ცნობილი იყო, მის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. მის ურთიერთობებში კოლეგებთან დომინირებდა ცივი, ფორმალური და ზოგჯერ პარანოიდული ტონი, ანუ რაღაც მომთხოვნელი და რაც მთავარია ცოტა იჭვნეული დამოკიდებულება. ძალიან საინტერესოა სტენლი კუბრიკი, იმიტომ რომ თქვენ იცით ეს ძალიან საინტერესო არის მექანიკური ფორთოხალი და რაღაცა ოდისეა, კოსმოსური ოდისეა და ასე შემდეგ. თავისი ცხოვრების ბოლო წლები მას საერთოდ იზოლაციაში გაატარა ინგლისის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში და იგი იყო ძალიან დეტალებზე ორიენტირებული და სოციალურად იზოლირებული, მსახიობებთან იყო სასწაულად მკაცრი, ემოციურად დისტანცირებული, ინტერვიუებს იშვიათად იძლეოდა და საზოგადოებაში გამოჩენა საერთოდ არ ისწრაფოდა. სხვა რა შეიძლება მასზე ვთქვათ, ეხა მე რამდენადაც კიდევ არის ძალიან საინტერესო პიროვნებები აქა, მაგალითად კაფკა, ემილი დიკინსონი და ასე შემდეგ ესენიც ამ ჯგუფში არიან გარკვეულწილად. აინშტაინზეც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ მე მგონი სხვაგან ვისაუბრებთ ცოტა ხანში თუ არ ვწდები. აი მე სიმართლე გითხრათ ხო ახლა მანდამაის დღეს ნუ გადავწყვეტ ამ საკითხს და უცნაურია, განსხვავებულია, ექსცენტრულია, ამიტომ საუბარი ერთნიშნულოვნად მიჭირს მასზე, პირადი სიმპათიის გამო სიმართლე გითხრათ. ოკეი. ისააკ ნიუტონი, ესაა ძალიან საინტერესო, როგორც უკვე წეგან ვთქვით, რომ აი ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია აქ მოქცეული და ისააკ ნიუტონს სწორედ შიზოიდური სპექტრის დარღვევაზე რატო ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ისიც ნახეთ კუბრიკის მსგავსად განმარტოებით ცხოვრობდა, განსაკუთრებით ცხოვრების ბოლო წლებში და შავი ჭირის დროს ერთ წელზე მეტხანს მარტო ცხოვრობდა და თვითონ აღნიშნავს, რომ ყველაზე ნაყოფიერი მეცნიერული პერიოდი იყო ის. გავაწლები და ალბათ კოვიდის პერიოდსაც რომელიმე ასეთი ინტროვერტი, უფრო სწორედ შიზოიდური ტიპის ან ინტროვერტი პიროვნება ასე შეაფასებს. სიცოცხლის განმავლობაში არ ქონია რომანტიული ურთიერთობები და იშვიათად ავლენდა ემოციურ სითბოს და ეს ამისი ფრაზა მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს
საზოგადოების მსახურად. მე მხოლოდ ჭეშმარიტების მოსაძიებლად ვმუშაობ მხოლოდ მარტო ყოფნისას. ძალიან უჭირდა თანამშრომლობა, კოლეგებს ესეც წერილებით ეკონტაქტებოდა და ჰქონდა მწვავე დაპირისპირებები, ჰქონდა ეჭვიანობა, როცა ორი კოლეგა რაღაც თემაზე საუბრობდა. ეს ყველაფერი არის სწორედ აი ამ სპექტრისთვის ძალზე დამახასიათებელი. და მესამე არის ამ ტრიადაში, ანუ ამ აჯგუფში, ესაა შიზოტიპური პიროვნული აშლობა, რომელიც ძალიან საინტერესოა, როგორც უკვე გითხარით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-11 გადასინჯვა ის განიხილავს როგორც შიზოფრენიის სპექტრს, ხოლო ამერიკული კლასიფიკატორი თვლის, რომ ეს არის პიროვნული აშლობა და მე პირადად მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება მისი დატოვება სწორედ პიროვნულ აშლობებში, იმიტომ რომ დიახ, ამ პიროვნული აშლობებიდან რისკი შიზოფრენიული რეაქციების განვითარების არის მაღალი, მაგრამ დიაგნოსტირებამდე ძალიან დიდი დრო გრჩება იმისთვის, რომ ადამიანს არ მივაბათ სტიგმა და არ დავარქვათ მას არ მივცეთ მას დიაგნოზი. ძალიან იტანჯებიან ეს ადამიანები თავისი პარანოიალური იდეებით, მაგიური აზროვნებით, ძალიან უჩვეულო ექსცენტრული ქცევებით და სხვათა შორის სოციალური შფოთვა ის რაც არ ახასიათებდა შიზოიდს, იმიტომ რომ ის საკუთარ თავში დარწმუნებულია, მას პრობლემა არ აქვს, აი ამ ჯგუფს საკმაოდ აწუხებს და საკმაოდ აღელვებთ სოციუმთან ურთიერთობა. შიზოფრენიის სპექტრთან არის მჭიდრო კავშირი ამ კავშირში და ამიტომაც ითვლება, რომ ეს პრობლემა შესაძლებელია არის ამიტომაც ითვლება, რომ აი გენეტიკური რაღაცნაირად იდენტობა ერთნაირი აქვს ამ ორ პრობლემას. ეხლა ვცადოთ რო კარგად წავიდა. თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ტერმინზე მაგიური აზროვნება. მაგიური აზროვნება ეს არის ძალიან საინტერესო რამ. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ საკუთარ ფიქრებს, გარკვეულ სიტყვებს, ან ქცევებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ არა მარტო მათზე, არამედ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, რაღაც გამოხატული, რეალური, ლოგიკური კავშირების არსებობის გარეშე. ეს განსაკუთრებით ხშირად არის აი ცრუ მორწმუნეებში და იმიტომ რომ ნახეთ აქ არის ნახეთ თუ ცუდზე ვიფიქრებ აუცილებლად მოხდება. ხო, არის ესეთი პოზიტიური ფსიქოლოგია მოგეხსენებათ, რომელიც ამბობს, რომ თუ შენ დადებითად განეწყობი მომავლის მიმართ, შენ სადღაც მომავალში, აი 5 წლის მერე სად იქნები, შეკითხვა არის მასტიმულირებელი შენთვის. მაგრამ შესაბამისად ამას უკავშირებენ თითქოს და ამბობენ, რომ მე თუ ცუდი რაღაც ვიფიქრე, აუცილებლად ეს ცუდი მოხდება. მაქვს განსაკუთრებული ძალა და სხვა ადამიანების გონებაში ვაღწევ. ეს არ ეხება იდეების წართმევის ან ამოღების ფენომენს, რომელიც შიზოფრენიაშია. ეს ამბობს, რომ მე შემიძლია თითქოს ინტუიტიურად განსაზღვრა თქვენ რაზე ფიქრობთ, თქვენ რაზე ფიქრობთ, მინიშნებები ვიგრძნო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა საინტერესოა რელიგიურ კონტექსტში. ზებუნებრივი რწმენები, რომლებიც დგანან კულტურული ნორმებიდან გარეთ, მაგალითად ბოროტი თვალი და ვატარებ რაღაც კულონს, რომელიც სულ არ არის არ ჩემს კულტურასთან, არ ჩემს რელიგიასთან კავშირში, ან დავდივარ მკითხავთან, ან ვიღაც მლოცველთან, რომელსაც არანაირი კურთხევა არ აქვს, არც ჩვენი დედა ეკლესიისაგან და საერთოდ კაცმა არ იცის საიდან აღმოცენდა ეს ფენომენი, ხო? ატარებენ რაღაც პატარა
ტომსიკებს, რომელშიც სულაც არაა წმინდანების ნაწილები, არამედ აი რაღაცა თვითონვე იგონებენ თითქოს რაღაც აი ესე. ძალიან საინტერესო, ძალიან აი ფაქტურად ეს ყველაფერი გამიჯნულია ტრადიციული ეკლესიური დოქტრინებიდან და შესაბამისად ამ ადამიანებს აქვთ თვითრწმენა, რომ ასე ან უმკურნალებენ სხვებს, ან რაღაცას გაკეთებენ. აი ესეც რეალური კლინიკური შემთხვევა, რომელიც ვნახე აი ხა შარიტეში, იწვა ჩვენი ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც დიაგნოზი აქვს ზუსტად შიზოტიპური აშლობა. და რა ხდება? ფსიქოთერაპიულ ცენტრშია, თვლის რომ ტელევიზორიდან მას უგზავნიან კოდირებულ შეტყობინებებს, აკეთებს უცნაურ ჩანაწერებს სამყაროს სტრუქტურის შესახებ, ხშირად იცავს უცნაურად, სხვადასხვა ფერის ფეხსაცმლით დადის, რომელსაც რატომღაც ზოგიერთი კულტურა ამას არ აღიქვავს დიდ ტრაგედიად, მაგრამ ყურადღება მიაქციეს, რომ თავს იფუთავს რაღაც სხვადასხვა ქსოვილით, შეგრძნებები, რომ მას ან აზრს ართმევენ, ან რაღაცა არ აქვს, უბრალოდ აი ასა მისთვის ესა აი მისტიური ელემენტი, აი სულიერი დაცვა მაქვს მე ამის გამო, სხვადასხვა ფერით, სხვადასხვა დღეს ვიბურავ თავს. სულ უჭირდა სოციალური კონტაქტები, არის უემოციო, თუმცა ამავდროულად ცდილობს მესიჯების წაკითხვა სხვა ადამიანების სახებიდან. შენ მე არ მოგეწონე დღეს, ხო, მივხვდი, დავინახე და ასე შემდეგ. არასდროს ქონია ჰალუცინაციები ან აშკარა შიზოფრენიული ეპიზოდი. აი ეს ყმაწვილი გაგენოლი და ეს ხო გაგიგიათ, აი წამლები, რომლებიც შეიქმნა მცენარეებისაგან. დაახლოებით ასეთი შემთხვევა იყო, ახალგაზრდა ყმაწვილი მოიყვანეს, რომელიც ამბობდა, რომ შეუძლია ბალახებიდან შექმნას რაღაც სასწაული სამკურნალო საშუალება და როდესაც ვკითხე, აი როგორ მიხვდით, რომ ეს ძალა გაქვთ და რაღაცა, არა, მცენარეები მეჩურჩულებიანო. ნუ მეჩურჩულებიან კლასიკურად სმენით ჰალუცინაციაზე მიუთითებს, ხო? და მე რო ვკითხე, როგორ გესმით ხმა, ქალის ხმა თუ კაცის ხმა, ახლა მცენარეს რა ხმა უნდა კონდეს, არა? აი ვაფასებ ამ მდგომარეობას, ხო? უცებ გაეღიმა და თქვა, თქვენ გონიათო რომ მელაპარაკება როგორც ჰალუცინაციაო? არაო, მეო ამასო ინტუიციურად ვგრძნობო და ისინიო თითქოს აი ჩემს მიმართ ახალ ინფორმაციას აჟღერებენ, რომ მე დავიჭირო და ეს მოვიტანო. აი ასეთი უცნაური გამონათქვამები, რომლის გაკონტროლების საშუალება დაუშვათ და აი ნახეთ, მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ მოსაზრება, რომ მცენარეული საშუალებიდან რაღაც წამალი მიეღოთ. მაგრამ ისინი მოდიან შენთან თხოვნით და გეუბნებიან, გვასწავლე გზა ფარმაკოპეაში, როგორ გავიაროთ კვლევები და კვლევების შედეგად ეგებ მივახციოთ, იმიტომ რომ ამაში კაფსიკამი შედის, იმაში ის შედის, ამაში ეს შედის და მე ეს მცენარეებით მინდა რაღაც შევქმნა. იცდაკ არაფერი არ არის შიზოტიპური. ადამიანებისთვის ფარმაკოპეა დაიწყო სწორედ მცენარეებიდან. მაშინ ძალიან ბევრი რაღაც არ უნდა მივიღოთ, მე მაქვს საუბარი უცნაურ ქცევაზე, როდესაც თვლის რომ ის რომ რაღაცა უკარნახა მცენარემ, ეს ნაყენს რო გააკეთებს, თქვენ უნდა დაგალევინოთ და თქვენ მორჩებით. არ კითხულობს იმას, რომ არც უშვებს ეჭვს იმის შესახებ, რომ თქვენ შეიძლება მოკვდეთ, მოიწამლოთ ამ სცენარის ნახარში. თორე ადამიანები, რომლებიც ახალ ცოდნას ქმნიან მეცნიერებაში და ასე შემდეგ, ისინი ყოველთვის მათ იციან, რომ რისკები არსებობს. აქ რისკის ელემენტიც არ განიხილება. ხო, ნუ ძალიან საინტერესო ისტორიული შემთხვევა არის ნიკოლა ტესლა, ცნობილი გამომგონებელი და ელექტროინჟინერი. მაგიური აზროვნების ნიშანი იყო ის მასში, რომ სწამდა, რომ იღებდა იდეებს კოსმოსური წყაროებიდან და განიცდიდა მათ სიზმრებში. ჰქონდა უცნაური ქცევები, მაგალითად, ითვლიდა საგნებს, იცავდა უცნაურ რიტუალებს. ნახეთ,
ობსესიურ-კომპულსიურ პიროვნულ აშლობასაც გავივლით და ვნახავთ, რომ იმ შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი მომენტები შეიძლება იყოს. თუმცა აქვე განმარტავ, რომ შესაძლებელია, რომელიმე ერთი ფორმა დომინირებდეს ფსიქიკური დარღვევის, კერძოდ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს პერსონოლოგიური აშლილობის და ამავე დროს არსებობდეს სხვა აშლილობის ნიშნებიც. ამიტომ ეს ნუ დაგაბნევთ. უბრალოდ აი ეს უცნაურობები ყური დაუგდეთ აი ასეთ საკითხებს და გულისყურით მიუდექით, რომ ეგებ შევკრათ რამენაირად, ეგებ დავეხმაროთ ადამიანს რამენაირად, რომ კი ხო, აი ნახეთ, დედამ მოიყვანა, ხაზი გაუსვი. ეხლა ნიკოლა ტესლას დედა ვერ მომიყვანდა მე, მაგრამ დედამ მოიყვანა. რაღაც ნიშნებზე ყველაზე ახლო ადამიანებთან არის საჭირო კომუნიკაცია. მაგრამ ჩვენ ვიტყვით, რომ ესაა ყველაზე განსხვავებული ჯგუფი. აქ თუ ხელი აქ პრაქტიკულად წლები გავა და ასეთი ადამიანები თქვენამდე არ მოვლენ. მაგრამ თუ მოვლენ, აუცილებლად, მაგრამ ეს ნიშნები შეიძლება იმ ადამიანებში იყოს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან და მაშინ ფსიქოლოგთან პირველი აი იმართება მაინც იქით უნდა იყოს და ვერ შეცვლით. პირადად თქვენ, ქალბატონო, ვერ შეცვლით. პირადად თქვენ დახმარებით რაღაც კარგისკენ შეიძლება წავიდეთ. ხო. ექიმთან რა უნდა გავუკეთო? წამალს ვერ მივცემ. წამლით ეს არ ინკურნება. სოციალური იზოლაცია. წლები მარტოობაში ცხოვრობდა, არ ჰქონდა ინტიმური ურთიერთობები, არც მეგობრული ურთიერთობები და კოგნიტური ექსცენტრიზმი, მაღალი ინტელექტი შერწყმული იყო ისეთ არარაციონალურ იდეებთან, როგორიც იყო დედამიწასთან გონებრივი რეზონანსი და აი ამას ასაბუთებდა, მაგრამ ვალიდაცია ვერ გააკეთა შესაბამისი კვლევებით. ასეა თუ ისე ძალიან დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ აყავთ ფიზიკოსებს, იმიტომ რომ ბევრი მისი კვლევა დღემდე გაურკვეველია, იმიტომ რომ დაშიფვრის ვარიანტიც ქონდა კიდევ თავისი კვლევების ერთობ თავისებური. პარანოიდული ესაა სულ ბოლო მონაცემები. მე როცა მასწავლიდნენ და მე როცა ვასწავლიდი თუნდაც 15 წლის წინ, ვამბობდი, რომ პარანოიდული პიროვნული აშლობა 0.7-1% ფარგლებშია თქო. არამც და არაც ჩატარდა ძალიან სერიოზული კვლევები ამ მიმართულებით ქვემოთაა მითითებული. ეს არის ერთ-ერთი 2004 წლის კვლევა, ეს შედარებით ძველია. DSM-5-ის field trial ქვია ამას, ანუ მოსახლეობაში გავიდნენ და დაიწყეს ძებნა ასეთი შემთხვევების და აღმოაჩინეს, რომ ზოგ ქვეყანაში არის 0.7%, ზოგან არის 4.4%. საერთოდ დამახასიათებელია მაინც არის ის, რომ უპირატესად არის მამაკაცებში, უფრო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური კლასებში, უფრო ხშირია შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების ნათესავებში, თუმცა სიმპტომატიკა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ესე იგი ჰალუცინაცია და ასე შემდეგ, ამ შემთხვევებში არ გვაქვს. შიზოიდური 0.7-4.9% უფრო ხშირია მამაკაცებსა და სასჯელ აღსრულებით სისტემაში მოხვედრილ ადამიანებს შორის. შეიძლება უფრო ხშირი იყოს შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების ნათესავებში და შიზოტიპური კი უფრო დაბალია და ამას ესე იგი მსოფლიო კლასიფიკაცია ხანდახან პრეშიზოფრენიასაც უწოდებს, მაგრამ როგორც ასეთი კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც შიზოტიპური, სადღაც 3.4%-მდე 1.6%-დან და ზუსტად არის ესე შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების ნათესავებში და ოდნავ მეტია მამაკაცებში. ეტიოლოგია.
და რისკ ფაქტორები აქ არის გენეტიკური გადაფარვა შიზოფრენიის სპექტრთან, განსაკუთრებით შიზოტიპურის დროს, ადრეული ბავშვობის ტრავმა ფიქსირდება ბევრ შემთხვევაში, უგულებელყოფა ოჯახის მიერ დაუშვათ neglect of the child, რასაც ქვია. ნეირობიოლოგიური ცვლილებები არსებითი არ არის, მაგრამ მაინც არის ცოტა ხანში კიდევ დაუბრუნდებით. გარემოებებით გამოწვეული და ან სოციალური იზოლაცია. აი გარემოებებით გამოწვეული შეიძლება უბრალოდ იცდებოდეს ისეთ თემში, სადაც წახალისებულიც არ იყოს ურთიერთობები და ემოციების გამოხატვა და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო მაინც მე ექიმი ვარ და უყურებ ხოლმე აბა ტვინში რა ხდება, სადმე რაიმე ხო არ არის კორელაცია. აღმოჩნდა რომ წინა პრეფრონტალური, ანუ წინა კორტექსი, ანუ ქერქი, პრეფრონტალური კორტექსი და ლიმბური სისტემის განსაკუთრებით ამიგდალას და ჰიპოკამპის დაინტერესებაა ნანახი. სხვათა შორის არის აი მთელი რიგი კვლევები, მაგალითად ჰაზლეტის კვლევა 2018 წლის, რომელიც ამბობს, რომ შიზოტიპური აშლობის მქონე პირებში მოცულობითი შემცირება გვაქვს პრეფრონტალური კორტექსის, ანუ ზომაშიც კი შემცირებული არისო, ანუ რეალურად რაღაც კორელაციები არსებობს და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ეს ცნობის მოყარეობა, იჭმნეულობა, უნდობლობა, ეს ყველაფერი ხო გულისხმობს ჩემს დამოკიდებულებაზე გარე სამყაროს მიმართ და საკუთარი თავის მიმართ წმენაზე, ხო, საკუთარი თვითდაჯერებულობაზე. შესაბამისად, პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც განსაზღვრავს, როგორც უკვე ვიცით, იგივე გადაწყვეტილების მიღების დროს შეფასებას, რისკს, ვინმეს არ ვაწყენინო, მორალია ჩემი, აი აქ არის ეს ყველაფერი, ხო? აი ამ პრობლემებში რეალურად არიან ჩართულები ეს ადამიანები, ვისაც აქვთ აკლასტერი. შიზოტიპური პიროვნული აშლობის დროს შეიძლება აღინიშნოს, აი ეხლა როგორც გითხარით, დოფამინური დისრეგულაცია, რაც უფრო შიზოფრენიასთან მიახლოებულ საკითხებზე ლაპარაკობს და ეს ფორმა თუ თქვენ ასეთი შეგხვდებათ, უფრო ეფექტურია თუ ჩვენ გვაქვს წამალი პლუს თერაპია. ისევე როგორც სხვათა შორის თუ მოყვათ აი შიზოიდი ან პარანოიდი, თუ დაინახეთ რომ ოდნავ მაინც გამღიზიანებლობა მომატებულია, აგრესიულობა მომატებულია, ცუდი არ არის თუ ამ ადამიანებს დაბალი დოზებით ნეიროლეფსიურ საშუალებებს მივახმართ. დიაგნოზი და შეფასება, როგორც უკვე გითხარით, მე დიაგნოზს და შეფასებას ვაკეთებ კრიტერიუმების მიხედვით. აი ესეა პირდაპირ ჩამოთვლილი, აი შემდეგ შეხვედრაზე იმ ორ უმთავრეს, მასე პირდაპირ კრიტერიუმებს გაჩვენებთ, რომელია. აქ ზოგადად განვიხილეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ იქნება თქვენი ყოველდღიური შეხების მომენტი, თქვენ უფრო გექნებათ მოსაზღვრე პიროვნულ აშლობებთან შეხება, ისევე როგორც ნარცისებთან გექნებათ შეხება, ობსესიურ თეატრალიზებული პერსონოლოგიურ აშლობასთან. ამაზე ცოტა მოგვიანებით შემდეგ შეხვედრებზე ვიტყვით. მაგრამ ყოველთვის გვახსოვდეთ, რომ როცა ასეთი ადამიანები გვაქვს, შეგხვდებიან, ვიფიქროთ განსხვავებული, ეს უცნაური, ექსცენტრული, რა არის ეს პიროვნული აშლობაა, აუტიზმია თუ შიზოფრენიაა უკვე. აი ამ ფსიქოზია, მოდით შიზოფრენიას ნუ დავარქვევთ, ვთქვათ თუ ფსიქოზია. ამიტომ აი ამის შეფასება თუ ფსიქოლოგი ხართ, აუცილებლად თქვენგანაც დამჭირდება, თუ მე მედიკოსი ვარ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი უშუალო პრეროგატივაა. ეხლა სამი ძირითადი მოდალობაა. ესაა ზოგადი ესე იგი გამოწვევები, პირველი რომ რაღაცნაირად, აი ის რაც სალომე მიკითხა წეღან. დახმარების სურვილის არ ქონა. ამ ჯგუფს არ აქვს სურვილი დახმარების, მაგრამ თუ გონიერი ადამიანი ყავს გვერდით, ის ადამიანი აუცილებლად დაეტყვის მას, რომ უნდა დაგეხმარო, აბა შენიცი, მოდი ესე გავაკეთოთ და რაღაცნაირად სხვადასხვა ალტერნატიული გზების ძიებით საბოლოო ჯამში იპოვის ადამიანს, ვისაც მიენდობა
ოჯახი მაინც და რუტინულად რომ დაიწყება მერე შეიძლება უნარების ტრენინგი შეიძლება შიზოიდში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ძირითადი სტრატეგიები დღეს რაც არსებობს აგერაა ფსიქოთერაპია. ეს არის CBT განსაკუთრებით ჩვენ პარანოიდული იდეები, აი ყველას ცუდი თვალით უყურებ, მოტორული დამოკიდებულება, კოგნიტიური დამახინჯებები, იდეებს, როდესაც სხვაგვარად აღიქვავს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში CBT. დამხმარე თერაპია ძალიან კარგი არის ასევე, როგორ გითხრათ, აი ყოველდღიური რაციონალური თერაპია უფრო კარგი არის შიზოიდური პირებისთვის და შიზოტიპურის დროს კიდევ აი ამ სოციალური უნარების ტრენინგით ბევრად უფრო კარგ შედეგებამდე გავდივართ. ძირითადი სტრატეგია რა თქმა უნდა ასევე არის სამკურნალო მიდგომები, ანუ ესე იგი ფსიქოფარმაკოთერაპია შეზღუდული აქვს როლი, დაბალი დოზით ვაძლევთ შიზოიდური პიროვნული აშლობის დროს, ამიტომ აი იმ ბიჭთან მე რო გითხარ დედამ რომ მოიყვანა, კარგი შედეგი ჰქონდა, იმიტომ რომ ჩაება თერაპიას ძალიან დაბალი დოზით ჰქონდა ესა და ცოტა გამოვიდა. თანამედროვე ფსიქოტროპულ საშუალებებს, უფრო სწორედ მოდით ესე ვიტყვით, ფსიქოზის დროს გამოყენებულ ფსიქიატრიულ საშუალებებს ყოველთვის აქვს დადებითი მოქმედება ახალი თაობის პრეპარატებს სეროტონინერგულ რეცეპტორზე. ამიტომ დოფამინს თუ ის არეგულირებს, ანუ აზრობრივ კომპონენტს თუ ის არეგულირებს, ამავე დროს ცოტა აქტივაციასაც იწვევს და უფრო მიმყოლი ხდება თუნდაც თერაპიის დროს. ჩემთან ხშირად გამოგზავნიათ თერაპევტებს პაციენტის სწორედ ასეთი თხოვნით. მე კი მოვერევი, მაგრამ დათრგუნულია. ეგეთ ან ანტიდეპრესანტი მიახმაროთ, ან რამე მიახმაროთ. გამიგეთ, რომ აი უფრო კარგად წამოვიდეს თერაპიაზე და უფრო მეტი ინტერაქცია იყოს ფსიქოლოგთან ურთიერთობის დროს. ანტიდეპრესანტები უფრო არის იმ შემთხვევაში, ან შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები ცოტა შეზღუდულად ვნიშნავთ ხოლმე, თუ არის უფრო შიზოტიპური ან პარანოიდული, იმიტომ რომ შიზოიდური პიროვნული აშლობის დროს მას სოციუმთან ურთიერთობაში არანაირი შფოთვა არ აქვს, გამიგეთ? და აი შიზოტიპურს და პარანოიდულს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ნახეთ, აი ესეც არჩევის თვალსაზრისითაა და ექიმისთვის ვამბობ ახლა ამას, რომელიც დარბაზში ყავს ასევე ფსიქიატრი მომავალი, ჯერ დაუსრულებელი. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ანტიდეპრესანტები და ანქსიოლიტიკები უფრო სიტუაციასთან მიმართებაში, ანტიფსიქოზური შიზოტიპურის და შიზოიდურის დროს კარგია, პარანოიდულზე ნაკლებად და ესე იგი მაინც ჩვენი დღევანდელი საუბრის სანამ წავალთ კითხვებზე და ემაზე რამდენიმე საკითხია კიდევ რაც ავწიე. შევაფასოთ, ანუ ჯგუფია უცნაური, ექსცენტრული, სოციალურად განცალკევებული. დავიმახსოვრეთ, ხო? ხშირად არასწორად გაგებულია და არასაკმარისად ნამკურნალები, იმიტომ რომ მომართვა, სურვილი, ძიება დახმარების არ მიაჩნია საჭიროდ. მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ მოქნილობას და მოძიებას და მოთმინებას მოითხოვს. არის კიდევ ძალიან საინტერესო რა. ჩვენ წინა შემთხვევაში რაზე ვილაპარაკეთ? ვისაუბრეთ, რომ პიროვნულ აშლობებს რატომღაც ხშირად განვიხილავთ ტოქსიური ურთიერთობების ჭრილში და ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ მე ეს ტერმინი არ მიყვარს, მაგრამ ვინაიდან მოსახლეობაში ხშირად გამოიყენება, რას გულისხმობს ეს ტოქსიური ურთიერთობა განმარტეთ, ეხლა ვნახოთ აი ამ ტოქსიურ ურთიერთობაში როგორ არიან აი ეს A კლასტერის წარმომადგენლები. აი ხა რაც მოისმინეთ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ისინი იყვნენ ტოქსიურ ურთიერთობაში რამენაირად ჩართულები? საერთოდ არიან ურთიერთობაში მარტო არც ტოქსიურად და პარანოიდული იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივ თავდაცვის რეჟიმში ცხოვრობს და თავდაცვა საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ რომ
ის რაც მას ეჩვენება, აქედან გამომდინარე ის შეიძლება იყოს. მადლობა. კიდევ სხვას ვინმეს აქვს განსხვავებული მოსაზრება. აღმოჩნდა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, ბატონო, შიზოტიპურებსაც ხო? შეხედეთ, ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ამ კითხვაში ჩანს ერთი რაღაცა. ტოქსიური ურთიერთობა მარტო ის არ არის მე შენს მიმართ თუ შენ ჩემს მიმართ. გამიგეთ? ტოქსიური ურთიერთობა არის ორმხრივი, ხო? აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ დაუცველი ტოქსიური ურთიერთობების მიმართ ეს კლასტერი არ არის. ოღონდ ესენი შეიძლება არ იყვნენ დომინანტები, აგრესორები, თუმცა ამაზედაც მექნება ცოტა ხანში საუბარი. გადაჭარბებული უნდობლობა და შიში ახასიათებს პარანოიდულს, ხო? უნდობლობა და შიში. შესაბამისად, ჯანსაღ ურთიერთობებს ვერ ამყარებს, მაგრამ თუ დაამყარა, ვაი იმ ადამიანს. იმიტომ რომ მთლიანად ყავს მოქცეული, რთულია დანახვა, როდის არის ურთიერთობა ან მისთვის საზიანო, შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს. ხომ შეიძლება ჰქონდეს რაღაც სხვა ბენეფიტები ამ ადამიანისგან. ან პირიქით, ეჭვის გამო მჭიდროდ ისე ჩაეჭიდოს ამ ურთიერთობას, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არ მისცემს საერთოდ. სოციალური იზოლაცია უფრო ახასიათებს შიზოიდს, ხო? შიზოიდურ პიროვნულ აშლობას. ნაკლებად ურთიერთობენ და თუ იწყებენ ურთიერთობას, იმდენად ცოტა აქვს ალტერნატივა, რომ ტოქსიური ურთიერთობების მსხვერპლი უფრო მეტად ხდება, ვიდრე თვითონ იჩენს ამ დაუშვათ მომთხოვნელობას და манипуляციურ ქცევას და რაღაცას თვითონ ნაკლებად ავლენს, ხო? იმიტომ რომ ესაა, აი თითქოს ერთი და იქ. შემდეგი, მდარე სოციალური უნარები და უცნაური ქცევა, ესაა შიზოტიპური აშლობისთვის, ხო? მათ ხშირად საერთოდ არ ესმით სოციალური სიგნალები, რომ გაუღიმა გოგომ ლამაზად, ან ბიჭმა გოგოს გაუღიმა, მან ეს ვერ გაიგო. ეს სოციალური ნიშნები, ფლირტი, ქალბატონო, სალო, თუ შეიძლება მომაქციეთ ყურადღება. ამას ვერ გაიგებს ამ სოციალურ სიგნალს ფლირტის დონეზე გაშვებულს და ამით სხვათა შორის და ადვილად სამართავები ხდებიან манипуляციისთვის. ეუბნებიან, რომ ესე უნდა გააკეთო, ისე манипуляციურ ქცევაში ადვილია მისი ჩართვა. ხო, ახლა აქ მეორე მომენტია კიდევ, შეხედეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან. ისინი მანდამაინც ასკინკილით ქუჩაში არ დადიან. უცნაურები არიან, მაგრამ ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. რამდენადაც სხვა ტიპის დარღვევების დროს, მაგალითად იგივე ბიპოლარული აშლობის დროს, მან ის შემთხვევაში ამ ადამიანის არ შემჩნევა წარმოუდგენელია, ეს ადამიანები რაღაცნაირად აი შეუმჩნევლები არიან, მაგრამ 4%-ია ერთი, 4%-ია მეორე, იქ 5 წელს მესამე. თითქმის მოსახლეობის 1/6-ია ასე. გამიგეთ? მაგრამ თუ დაემატათ შფოთვითი აშლობები, დეპრესია, რაიმე მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში ხდებიან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩემი თვალთახედვის არეში. სხვა შემთხვევაში ისინი უფრო მეტად პირველად ჯანდაცვაში შეიძლება შეხვდნენ ექიმებს. დამოკიდებულების შიში, რაც საერთოა ყველა ამ ტიპისთვის, ფსიქოტიპისთვის, თვითცნობიერება და ემოციური განცალკევების უნარი ხშირად იმდენადაა დაქვეითებული, რომ ტოქსიურ პარტნიორს მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ თქმა, რომ ჯგუფი თვითონ არის ტოქსიკური, ნაკლებად. პირიქით ისინი უფრო მეტად ხდებიან მართვის ქვეშ, მხოლოდ აი პარანოიდულში შეიძლება გქონდეს ეს მომენტი. როგორ შეიძლება ეხა ეს გამოვლინდეს? პარტნიორები იყენებენ მათ იზოლაციას და ეუბნებიან, შენს გარდა ჩემს გარდა ვერავინ გაგიგებს, უკაცრავად ლაფსუსი, აი შევასწორებს, გამოგიგზავნით.
ხდება ემოციური манипуляცია, რაც უფრო დაბალი ადამიანის სოციალური ნავიგაციის უნარი, მით ადვილად შეიძლება მისით манипуლირება. ანუ მაგალითად საზოგადოებაში არ გადის და არ უნდა რომ გაიგოს მაგალითად ოჯახის წევრმა, რაც შეიძლება მას გამოადგეს და სხვა აქტივობაში ჩართოს ან რაღაცა. მოვა და ეტყვის, შენ არავინ არ გიკითხა, შენ საერთოდ ვის ახსოვ ხარ და მე ვარ ერთადერთი, ვინც შენს იქით ვარ და მე გიგებ მხოლოდ და მხოლოდ. შეშინებული რჩება ურთიერთობაში, რადგან ფიქრობს, რომ ახალი კავშირი ვერ ექნება, თავს აბრალებს ყველაფერს, საკუთარ თავს აბრალებს ყველაფერს, თუდაც მის მიმართ იყოს აგრესია და სხვათა შორის ძალადობა. ქალები სამივეს შეიძლება ქონდეს, ამ კლასტერში არის ზოგადად დამახასიათებელია. და ძალიან გთხოვთ დავიმახსოვროთ. კლასტერი არ უდრის ბოროტ ადამიანს. გამიგეთ? ისინი ხშირად მოქმედებენ ის რაც თქვენ თქვით, შიშით და არა აგრესიით. შიშის გამო თავს იცავს. შიშის გამო ცდილობს манипуლირებას უკვე თავისი ქცევით კი არა, უბრალოდ ესე გამოხატავს, ხო, აგრესია როგორც თავდაცვის რაღაც მექანიზმი. მათი ქცევები შესაძლოა აღიქმებოდეს ტოქსიკურად, მაგრამ ფესვებში, ანუ საფუძვლად უდევს დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ადრეულ და სოციალურ ტრავმაზე ზერეაგირებს. ტოქსიკურ ურთიერთობებში მათი მოხვედრა ხშირადაა ემოციური დაუცველობის და ალტერნატივის არ ქონის შედეგი. და კიდევ ერთი, ეხა 4 სლაიდი თუ 3 სლაიდი გვაქვს და მე შევისვენოთ და კითხვებს გაგცემთ პასუხს. აგრესია. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის აგრესია შეიძლება იყოს უფრო მეტად აქ გამოხატული? ვერბალური, ფიზიკური თუ სხვა ტიპის აგრესიებიც არსებობს? რა თქმა უნდა. მაგრამ ვიღაცა დაინახეთ, ხო? ხასიათის თვისებები რაღაცა დაინახეთ, ხო? ეგ შემთხვევა ცოტა შეინახეთ და სხვებსაც დავადაროთ და ვნახოთ მერე როგორ იქნება. კარგით? იმიტომ რომ კი, ნამდვილად ესეა, არ ესმით, სხვა ენაზე ვსაუბრობთ, ხო? ნამდვილად ესეა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სექსუალური აგრესია პარანოიდული პიროვნული აშლობის დროს, როდესაც ეჭვიანობა არის სერიოზული და ჰყავს ერთადერთი პარტნიორი, ვერც წარმოუდგენია, რომ მას იქით კიდევ სხვა ვინმე იყოს. პათოლოგიური ეჭვიანობა, პარტნიორის კონტროლის სურვილი, რაც გადადის სექსუალურ კონტექსტში და შეიძლება დაიწყოს აგრესიული ქცევა. თვითონ ამ თვალსაზრისით. შესაძლოა გამოუვლინდეს სადისტური ფანტაზიები, რა დროსაც განსაკუთრებით თუ მიაჩნია, რომ პარტნიორი ამცირებს მას. ამიტომ ერთ-ერთი სახიფათო სფერო, სადაც აქა გვაქვს, ნახეთ, წეღან ჩვენ თქვით, დაუშვათ ტოქსიკურ ურთიერთობაზე. იქ წარმოვაჩინეთ, რომ უკანასკნელი შანსია, უკანასკნელი კი არა, ერთადერთი შანსია, მეც ვერაფერს ვერ შეძლებს და შეხედეთ აქ როგორ არის, აქ არის თურმე, რომ დამცირების განცდა აქვს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულობის განცდა აქვს და ამიტომ ეს დამცირების განცდა თუ რაღაცა შენიშვნა მიიღო პარტნიორისაგან. შიზოიდური და შიზოტიპური აშლობები ნაკლებად ამ ჯგუფში ნაკლებად ვლინდება სექსუალური აგრესია, უფრო ხშირია განდგომა და უარის თქმა საერთოდ, ან ინტიმურ ურთიერთობებზე ვერ მიდიან, იმიტომ რომ სოციალურ სიგნალებს ვერ პოულობენ და
ხო და ამ ერთ შემთხვევაში ხო კავშირიც ხო კი ბატონო ემოციური ინტელექტი კი ბატონო აგრესიულობა ზოგადად არასექსუალური ცალკე გამოვიტანე როგორც დომინანტური თვისება არ არის ძირითადი მახასიათებელი ამ ჯგუფისთვის ესენი არ არიან ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ფსიქოპათები რაც სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში გვაქვს თუმცა შეიძლება იყოს თუ გვაქვს დამცირების შეგრძნება ყველაზე მეტად აგრესიულად რეაქტიული რჩება პიროვნული აშლობა რომელსაც პარანოიდული დავარქვით ჩვენ რაც პასიური ან თავდაცვითი აგრესიის გამოვლინება და ვიდრე აშკარა ფიზიკური აგრესია ხშირად აქვს გაღიზიანება და შურისძიებასთან დაკავშირებული ქმედება რაც შეეხება შიზოიდურ პიროვნულ აშლობას მას თითქმის არ ახასიათებს აგრესიული რეაქციები აგრესიის შანსი არის ძალიან დაბალი პრაქტიკულად ნულოვანია ემოციურად განშორებულია დისტანცირებულია და ინდიფერენტ იცით რა ეს უკვე თუ თვითგვემა იწყება მაშინ დეპრესიაზე უნდა დავიწყო ლაპარაკი და ეს რაღაცები ამ კლასტერს პრაქტიკულად არა აქვს. აი შიზოტიპურშია უფრო მეტად რაღაცა მსგავსი. შიზოტიპური პიროვნული აშლობა შესაძლოა გამოიხატოს უცნაური ქცევებით, აზრებით, მაგრამ აპრიორი ესეთი გამოხატული აგრესიულობა ჩვენ აქ არ გვაქვს. ზოგჯერ შეიძლება გახდეს პარანოიდული აზრებით წამოვიდეს ან შიზოფრენიული სიმპტომატიკაც კი. მაგრამ არა აგრესიული სახით, არამედ აზრების სახით უფრო მეტად. ძალიან ბევრი წყარო წავიკითხე და კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი ჩემთვის კარგია, იმიტომ რომ აი თქვენ ხედავთ ეს მხოლოდ 5 წყარო, რაც ჩამოვწერე. ყველაზე ახალი არის მაინც 2022 წელს გამოცემული სწორედ ეს მეხუთე რევიზირებული ვერსია, თუმცა ფუძემდებლურია ის დანარჩენია ეს 4 წყარო 2004 წლიდან მოყოლებული, ზოგადად განებივრებული ამ საკითხში კვლევებით არ არის ბევრი კვლევა და ამიტომ აი ეს არის რაც მოგაწოდეთ. ზუსტად ეხლა ვსაუბრობთ მე და ქალბატონი არის ეგეთი შემთხვევები ახალგაზრდებში აი ეს მოსაწევთან დაკავშირებით. ხო. ეგ სხვა თემა. ხო, მესმის, მაგრამ აი ეხლა ჩემს სანაცნობოში, თანატოლებში მოსაწევის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა შეიძლება ითქვას და შემდეგ შეიძლება ეს ნიშნებიც მინახავს, მაგრამ რატომღაც ფსიქიატრის ნაცვლად ადამიანები მიდიან ნერვოპათოლოგთან და ეხლა ფეხი რო გტკივა ყურის ექიმთან ხო არ მიხვალ, ეს ხო უნდა ესმოდეთ და არ ვიცი, თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ძალიან კარგი კითხვა. დავიწყოთ, რომ ნევროპათოლოგი პროფესია აღარაა, ნევროლოგია. ხო, მაგრამ სწორად თქვით, რომ სწორედ ნევროპათოლოგთან მიდიან, იმიტომ რომ ნერვი, ნევროზი, რატომღაც აი ეს ყველაფერი უკავშირდება. ესე იგი, მოწევასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წუთით. მოწევასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან კატასტროფული, ვინაიდან როგორც ბრჭყალებში მსუბუქი ნარკოტიკი ასე აღიქვება და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს გარკვეული ტოლერანტობა ამის მიმართ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოსავალი არის ამოტივაციური სინდრომი, რომლითაც შეიძლება სალომე შენ ეს კონკრეტული ადამიანი მიამსგავსე შიზოიდურ პიროვნებას, რომელიც სოციალურად იზოლირებულია, არაფერი არ აინტერესებს. ესაა შედეგი სწორედ ხანგრძლივი და უკონტროლო მოხმარების, მარიხუანას ხანგრძლივი და უკონტროლო მოხმარების. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ არის ამოტივაციური სინდრომი, ძილის ციკლის დარღვევა, საკუთარი თვითმოვლის ჩვევების დაკარგვაც კი შეიძლება მოყვეს ამას და
ამიტომ მე როგორც ექიმი ამ შემთხვევაში არ შემიძლია ვთქვა, ეს ჯგუფი ყველაზე ნაკლებად არის მწეველი და кайფარიკი, უკაცრავად ესეთი ვულგარული გამოთქვისთვის, მაგრამ რაც ისმის ამ წრეში აი იმ თემებს, იმ სიტყვებს ვამბობ. ისინი არც მეტადონზე მივლენ, იმიტომ რომ არა აქვთ ინტერესი, მათ აქვთ საკუთარი ემოციური სამყარო, ჩაკეტილი, უცხო, უცნაური, ექსცენტრული, მაგრამ ეს არ არის სწორედაც რომ მიმართული ნარკოტიკის ძიებისაკენ. აი მათი უფროსი ძმები ბიჯგუფში რომლებიც არიან, აი იქ ჩვენ ნახავთ უკვე სწორედ აი დიდ ინტერესებს ამ მიმართულებით. ასე რომ თვითონ ნარკოტიკი იწევს ხარაქტეროლოგიურ, პერსონოლოგიურ ცვლილებებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ზოგიერთი პერსონოლოგიური აშლობა უბიძგებს ასეთი სარისკო ქცევებისკენ. აქ სარისკო ქცევებისკენ არაფერი უბიძგებთ. ძიება რაღაცეების არ უნდათ ამკეს, გამიგეთ, ის თავიანთ ერთფეროვნებაში ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს. შეიძლება თქვენ ბრძანეთ ჩამონათვალი სიმპტომების. ანუ ამ სიმპტომების მთელი ჯგუფი უნდა ახასიათებდეს თუ ერთი რომელიმე ან ორი რომელიმე უკვე განაპირობებს იმას, რომ ეჭვი შევიტანოთ დაუშვათ რაიმეში. ეს ერთი კითხვა და მეორეც იქნება აი პრევენცია თუ არსებობს აი ამ შემთხვევებში ან მოზარდობამდე ან მოზარდობის პერიოდში, ან შემდეგ. მადლობა ორივე ძალიან საინტერესო კითხვა პირველ შემთხვევაში. ეს არაა მარტო სამი ძირითადი ან ორი ძირითადი ნიშანი. ამის გარდა ბევრი სხვა ნიშანიც არსებობს. მაგრამ წინ წამოვწე ის ძირითადი, რაც აი ამ ჯგუფს ახასიათებს. ვინაიდან ესენი არიან ყველაზე შეუსწავლელს ვერ ვიტყვი, ძალიან კარგად არიან შესწავლილები, უბრალოდ ყველაზე არათვალში საცემი ჯგუფი, მათთან ყოველდღიური შეხება არ გექნებათ და ამიტომ ამითი მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას. თუ დიაგნოსტირება დაგჭირდებათ, მერე უკვე არის ზუსტად ისეთივე ბოქსები A ჯგუფში, B ჯგუფში, ასე დაჯგუფებული და ამის მიხედვით ნახავთ. ჩვენი ურთიერთობის არსი არ არის დიაგნოსტირების დასწავლა თქვენთვის. არა, რატო გეუბნებით, იცით, აი ესაა ხასიათის თვისებები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და თუ ვხედავთ, რომ ადამიანი იზოლირდა, თავს არ უვლის, მარტო დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და ასე შემდეგ, უბრალოდ სწორ მიმართულებაზე რომ წაიყვანოთ და ოჯახსაც უთხრათ, რომ ასეთი პრობლემებიც არსებობს სხვა პრობლემებისგან განსხვავებული, რომ მარტო შიზოფრენია დიაგნოზი არაა ფსიქიატრიაში. რაც შეეხება უბრუნდები ისევ და ისევ თქვენს მეორე კითხვას. ხო, რთულია. პიროვნული დარღვევებისთვის ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ესაა გარკვეული პრედისპოზიცია და ჰარმონიულ გარემოში განვითარება. თუ ამას შევძლებთ და არ იქნება ბავშვი დაჩაგრული, არ იქნება ბავშვი მიტოვებული, არ იქნება ბავშვი არა მარტო დირექტიული ზეგავლენის ქვეშ, პირიქით ხანდახან ზოგ ბავშვს ჭირდება რაღაც, მაგრამ ეს აუცილებლად თანმიმდევრულობა უნდა იყოს, თანმიმდევრული უნდა იყოს. მაგალითად, დედა დირექტიული და მამა ესეთი მიმტევებელი ძალიან ეგეც არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ აი თანაბარი მიდგომა არატრამულ გარემოში გაზრდა. აი ნახეთ, მშობლებს გონიათ, რომ ბავშვი, რომელსაც ძაღლის ეშინია, უკეთესია მიაგდო იმ ძაღლთან და არაფერისას შეერა მოკიდეხილი არ შეიძლება ამის გაკეთება, დაშორება, დაახლოებით, უფრო მეც მიაღწევ და გადალახავს ამ შიშს, ხო?
ის კიდევ ისეთი სტრესია, რომელმაც მოგვიანებით ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება დაუცველობის განცდა განუვითაროს ხო ადამიანს და აღარ ენდოს გარე სამყაროს, იმიტომ რომ იქიდან საფრთხეები მოდის. ამიტომ არის ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული სწორ აღზრდაზე და სწორ მართვაზე. აი ეს მით უმეტეს, აი ეს ჯგუფი პრობლემების ძალიან პირდაპირ კავშირშია. აი ძალადობასთან, ბავშვობის დროინდელ ტრაუმებთან. აი ესეა. ამ ჯგუფში A კლასტერში ჩვენ ვთქვით, რომ შიზოფრენიის ნათესავთან არსებობა არის რისკის გარკვეული ჯგუფი, მაგრამ ეს ადამიანი თუ ურისკო გარემოში გაიზრდება, ხო და არა მაგას ვამბობთ, რომ უცნაური ხომ არ ყოფილაო, მე ესეც შეკითხვასო. მაგალითად მსმელი ხომ არ იყო თქო რომელიმე, დებოშირი ხო არ იყო ვინმე. აი ესეთი რაღაცეები ხა, მაგი ყველას ახსოვს, ხო იცით არა? ახლა სოფელს აი ამითი აქვს კარგი თვისება, რომ იცის მართლა 7 თაობა იცის, თუ კი რაიმე უცნაურობა იყო, არა? ხო, ქალაქში რთულია, მაგრამ ყველანი იქიდან მოვდივართ იმ სოფლიდან. მიკროფონში ხო. ესეთი კითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ, როცა მახასიათებლებს გვიხსნიდით, რომ დოფამინის დონე განსაზღვრავს რიგ სხვადასხვა ზემოქმედებს, რიგ სხვადასხვა დარღვევებს. მარტო შიზოტიპურზე გითხარით? ხო, შიზოტიპური. აქ მარტო შიზოტიპურში არის ეს დოფამინთან შეკავშირება. კორელაცია. ხო. იცით რა მაინტერესებს ბოლოს სადღაც 2 წლის წინ ამაზე რომ ვკითხულობდი, ესეთი კონკრეტული რაღაც ახალი კვლევა, ანალიზი, ესეთი არ გვაქვს სეროტონინის და დოფამინის საკვლევო. კვლავ ისე ვიქوارთ, ხო? ანუ რა. ხო, ნახეთ როგორა ზოგადად შიზოფრენიის დოფამინერგული თეორია ძალიან შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. ჯერ გაკეთდა წამალი და წამალი რაზედაც მოქმედებდა, იმის მიხედვით დაისვა დოფამინიზე მოქმედი წამალი, აღმოჩნდა რომ შველის ამ ადამიანებს და მე უკვე ღრმად რომ წავიდნენ კვლევებში, პრინციპში ინახა რომ მარტო დოფამინი არ მუშაობს. აი ახალი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებები შეიცავს როგორც მოქმედებას D2-ზე, D3-ზე, ასევე სეროტონინზე. ეხლა საერთოდ ახალი ჯგუფი წამოვიდა პრეპარატების, რომლებიც მუშაობს მაგალითად სულ სხვა რეცეპტორებზე რა, აი რომელზეც სიგმა 1 რეცეპტორის ფუნქცია დღემდე გარკვეული არაა მაგალითად ბოლომდე. ამ დროს ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო რაღაცეებია, მაგრამ ტვინი იმდენად უცნაურია, იქ ისეთი პროცესები მიდის, რომ ახალ დასკვნებს აკეთებენ. ამ პირიქით უბრუნდებიან ძველ დასკვნებსაც. ძველ ინფორმაციასაც და ახლებურად აფასებენ და ექსპერიმენტებს აყენებენ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არიან შეიძლება არა ამ ტიპის ამაში არა. რომელსაც ურჩევ რომ წადი ფსიქიატრთან და რაღაც გინდა აი მეორე და მესამე შეიძლება იყოს ის სადაც რაღაც უნდათ რომ აი ანალიზი მინდა რომელიც მეტყვის რომ მე ამის ხო, აი ანალიზი მინდა რომ მეტყვის, ესეთი არ არსებობს. ფსიქიატრია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ემყარება არსებულ ისეთ კლასიფიკაციებს, რომელიც კაუზალურია. ანუ, როდესაც მე ვიცი, რომ COVID-19-ის გამომწვევი იყო კორონავირუსის გარკვეული ნაირსახეობა, ესეთი მსგავსი რამ ფსიქიატრიაში არ არსებობს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩათვალეს ექიმებმა, რომ ლითიუმის ანალიზით შეიძლება დასვა ბიპოლარულის დიაგნოზი, რაც არსობრივად მცდარია, არ არის სწორი. გამომიყენებია 2-3 შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა არა ტირაჟირებისთვის, როდესაც დამჭირვებია დაყოლიება მკურნალობაზე და დაახლოებით რაღაც პერიოდის მერე ოღონდ მithქვავს, რომ ეს მაშინ იმიტომ გავაკეთე, რომ დარწმუნებულიყავი, რომ ლითიუმის მომატებით მერე უკვე კარგი შედეგები გექნებოდა. ის კი არ ვთქვი, რომ მე აპრიორი იმიტომ გაგიშვი, რომ აი ლითიუმის მატებასთან ერთად და ის პირველი შეხება ნაკლებად ახსოვდათ დაუშვათ.
იყო ესეთ შემთხვევები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არა ტიჟირაჟირებისთვის და ეს არ მინდა რომ ესე დიახ. ჩვენს მიერ განხილული საკლასტერის ეს დაავადებები ქრონიკული და პროგრესირებადია, როგორც შიზოფრენიის შემთხვევაში თუ არა. ზოგადად პიროვნული აშლობებში თუ გახსოვთ პირველ იმაზე ესე ვთქვით, რომ მაგალითად ნარცისი ასაკში უფრო მტარვალი ხდება. ესენი რაღაც უფრო სტაბილურად მიდიან. ერთადერთი არის შიზოტიპური, თუ გამწვავდა ისე და მართლა პრეშიზოფრენია თუ არის და უბრალოდ წავიდა ისე რომ გამოავლინა ჰალუცინაციებით, რომელიც შეიძლება შიზოტიპურს ჰქონდეს, მაგრამ არ ჩაითვალოს შიზოფრენიის ეპიზოდად, გამიგეთ? ერთადერთი რისკი აქვს აი ამას ყველაზე მეტი. დანარჩენი არ. აი რაღაცა დუნედ მიდის და ერთ პლასტაზეა რა. დიდად ჩავარდნები და ესეთი არ ახასიათებს. მადლობა. ხო. აი წელხან ხო გითხარ, თავთვიდაზიანება დაივიწყე. არა ესა. მაგრამ თუ იფიქრა, აი მაგალითად სოლი მღალატობს. ოტელო. გამიგე? აი ამ შემთხვევაში და ისევ რატო დამცირებულად გრძნობს თავს. ჯერ ხო თავი წარმოუდგენია, რომ საკმაოდ ჭკვიანი, კარგი, მაღალი წარმატების მქონე ადამიანია, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობს. ის თავის თავშია დარწმუნებული. გესმით? აი ესე მიყვება. ზოგადად რას ამბობენ ამ მეცნიერები, რატომ გაიზარდა სტატისტიკა, პროცენტული? გამოვლენა გაიზარდა ჯერ ერთი. იმიტომ რომ დაიხვეწა ეს კრიტერიუმები, დაიხვეწა და ეს კარდაკარ ესე იგი როგორ ხდებოდა, იცით, ესა კარდაკარ ჩამოვლის პრინციპი, ხო? დიდი და შესაბამისად რეალური ციფრები გაფართოვდა, ბევრი ადამიანი ჩაერთო, ბევრი სტრუქტურა კი არა, ბევრი თემი იყო შესწავლილი და ასე და ადრე ხო საერთოდ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, ვამბობდით არის ექსტრავერტი, ინტროვერტი. ხასიათზე ასეთი აქცენტი, პიროვნულ აშლობაზე ასეთი აქცენტი, მართალია, ფსიქოპათია პირველად ჩდება ინგლისის პარლამენტში, თუ არ ვცდები 1700-ს რომელიღაცა წელს, მაგრამ ეს ეხება დამნაშავეს, ყაჩაღს, ბანდიტს, ორჯერ და სამჯერო ჩადის აი ამ რაღაც დანაშაო, ხო? როგორც საზოგადოებისთვის საშიში და მე უკვე მაგალითად ისტერიელი, როდისაა აღწერილი, ხო, რომ გული მისდის და ლამაზი განურჩევლობით და ასე შემდეგ და ყველაფერი, მაგრამ ეს არ ითვლებოდა რაღაც აი დაავადება, ზოგადად მე ფსიქიატრია ძალიან გვიანაა ჩამოყალიბებული, როგორც დისციპლინა და ამიტომ აი ესეთი კლასიფიკატორების მცდელობები დაიწყო ბოლო ერთი საუკუნეა პრაქტიკულად. თუ პაციენტი თუ არ თავის თავთან შეიძლება აღიაროს, მაგრამ არ ემორჩილება არავის ახლობელს, რომ მივიდეს სპეციალისტი და ვერაფერი ძვირს გააკეთოს. დაჟინებული მზერით ერთადერთი შეიძლება ჩაუნერგოთ სურვილი, რომ წამოვიდეს. არასდროს არ არის გვიან. რომ ველაპარაკოთ მშვიდად, წყნარად, ყოველთვის განმარტებით, ხან ბუკლეტი უნდა შეუცურო, ხან რაღაცა ჩაუგდო. დაბჭანდით რა, მეც ვარ. ბავშვს უძახიან დღესაც? არა მგონია რომ ბავშვს ეძახდნენ. არა, იმიტომ რომ მაშინ სიმწიფეში შევა სადღაც 45-50 წლის ასაკში. ინტელექტუალური განათლებულია, თვითონ ძალიან ბევრს კითხულობს და ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ნახეთ პარანოიდულში როგორი მომენტი გქონდა. ძალიან დაინტერესებულია, უამრავი რაღაც, მაგრამ შიგნით მრავალმხრივი და გენიოსი, მართლა ჭკვიანია, მართლა ანალიტიკა, მართლა მაგალითად გავავლე პარალელს
რა აქვს ეს ნიშნები, ხო? რაღაცა მგონია რომ ეგ არის რა. იცით რა არის, ნუ ოჯახმა უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა ყოველგვარი კონფლიქტურობის გარეშე. ყველაფრით უნდა ურჩიო, რომ აი უბრალოდ საჭიროა რომ მიმართოს ფსიქოლოგთან, აიღოს რამდენიმე საათი. დღეს 21 საუკუნეში ეს მოდაშია და ბოლოს და ბოლოს ამ თემით შეიძლება манипулირება, ხო? მე მქონდა ერთი საინტერესო შემთხვევა, პარანოიდული, რომელსაც ძალიან მაღალი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ანალიტიკოსი სხვათა შორის კარგ დასკვნებს როდებს რაღაც საკითხებს, მაგრამ აი თავისთვისაა, ჩავკეტილია გარე სამყაროდან. ერთ-ორ ადამიანთან მქონდა ესე შერჩევითი ურთიერთობა, ოჯახშიც ესე და რამდენჯერმე მოუყვანეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ფაქტობრივად კომერციული სექსმუშაკი იყო, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ ოჯახი შექმნა. და ოჯახი არის ბედნიერი, რომ მის ცხოვრებაში არის ვიღაც, ვისთანაც ურთიერთობებია. ხო და მაგ ბატონო ეს გოგონა სხვა შორის ბევრ რაღაცაზე ესა და როგორც მისი ცხოვრებით ცხოვრობს. გარკვეულწილად შვილი წავთ, მინდა გითხრათ, არ არის იქ ეჭვიანობის მომენტები, იმიტომ რომ აი საკმაოდ კონსერვატორი გახდა ეს გოგო ბევრ საკითხში და მიყვება რა, ყოველ შემთხვევაში მისთვის არის ის ვისაც დაეყნო და ეს ოჯახი ბედნიერია. დედა ამბობს, ზუსტად აი ამ სიტყვებით ამბობს, რომ მე რომ მოვკვდები, ვიცი, რომ მის გვერდით არის კარგი ადამიანი და ეს არ მაინტერესებს. კი ბატონო, მეორე ვარიანტიც ვიცი ეგეთი დაახლოებით, რომელიც სუიციდით დამთავრდა მამაკაცს. ნუ ყველაფერი ხდება, მაგრამ გეუბნებით წარმატებული პრაქტიკებიც არსებობს და წარუმატებელი პრაქტიკა. ცხოვრება არის რა სტატისტიკა. სამწუხაროდ სტატისტიკაზე ვერ გმებით ხოლმე ფსიქიატრების სტატისტიკაზე. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, თუ მეტი არ არის. შემდეგ ორ შაბათს საღამოს 7 საათზე შევხვდებით.